მოგესალმებით აბიტურიენტებო. ალბათ ამ ჯგუფს ყველა იცნობთ. მეც თქვენ გვერდით ვარ და გულშემატკივრობთ. ვფიქრობ დამაბნეველია ზოგიერთი დეტალი და ვცდილობ გაგიადვილოთ ეს ყველაფერი. მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ შევიდეთ ფაილებში. ეს არის 2025 წლის ცნობარი აბიტურიენტებისთვის, რომელიც დღეს გაგვიზიარა სამინისტროს გვერდმა. მეორე დოკუმენტი არის აბიტურიენტების მარტივი გზამკვლევი, რომელიც მე დაგიწერეთ Word-ის ფაილში და იმედია ცოტა გაგიადვილდება თუ ამასაც კარგად და გულდასმით წაიკითხავთ რანჟირებული ქულების გამოთვლა და მესამე დოკუმენტი აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ გრანტის მქონე აბიტურიენტებს ჭირდებათ და დამაბნეველია, ამიტომ ეს ბოლოსკენ განიხილეთ და რანჟირებული სია. რანჟირებული სია ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაიგოთ, რომელ სასწავლებელში მეტი შანსი გეძლევათ და სწორად დაალაგოთ უნივერსიტეტები. გადავიდეთ, მე უკვე გახსნელი მაქვს ცნობარიც და რანჟირებული სიაც. მოდი ჯერ ცნობარში გავიკვლიოთ გზა. ცნობარი ეს არის PDF ფაილი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციას იტევს. აქ არის ჩამონათვალი ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამების. ავირჩიოთ რომელიმე სასწავლებელი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქ თქვენ ნახავთ ამ სასწავლებლის ყველა პროგრამას, ისევე როგორც სხვა სასწავლებლის შემდეგ გქონოთ რომ ჩავყვებით. მოძებნით სასურველ კვალიფიკაციას. ავირჩიოთ ჩვენ რომელიმე პროგრამა. კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრი. სწავლობთ ცხრილის წაკითხვა. ყურადღებას ვაქცევთ აკრედიტირებული თუ არის პროგრამა, შემდეგ სწავლების ენა, ფინანსდება რა თქმა უნდა, წლიური საფასური და ადგილების რაოდენობა. ქართული ენა და ლიტერატურა და უცხო ენა ჩასაბარებელი საგნებია აქედან და ერთ-ერთი სავალდებულო საგნებიდან მათემატიკა და ფიზიკა განიხილება. კოეფიციენტებს უნდა დააკვირდეთ პირველ რიგში, რადგან კოეფიციენტები რომ მკითხულობთ, რას ნიშნავს კოეფიციენტი, რისთვის გვჭირდება, სწორედ კოეფიციენტის საშუალებით უნდა გამოთვალოთ რანჟირებული ქულა, რომელსაც აუცილებლად მიუბრუნდებით ხელმეორედ და ფორმულას გასწავლით. აქვე არის მინიმალური ზღვარი, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ. უცხოური ენა ითხოვს აქ 69%-ზე მეტს, იმიტომ რომ ინგლისურენოვანია სწავლება და თავისთავად ცხადია, მაღალი მოთხოვნებიც აქვს. აქ მათემატიკა 40%-ზე მეტი უნდა გქონდეთ, ფიზიკით 25%-ზე მეტი თუ გაქვთ მოხვდებით, ასე ვთქვათ, უკვე განიხილება თქვენი კანდიდატურა. მათემატიკით 25 აბიტურიენტია განხილვაში, ხოლო ფიზიკით 5. ახლა გადავხედოთ პრიორიტეტებს. პრიორიტეტული, რა თქმა უნდა, არის პირველი მათემატიკა და ფიზიკა. 8 კოეფიციენტი აქვს, საკმაოდ მაღალი კოეფიციენტი აქვს. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ უცხო ენა მეორეა, კოეფიციენტი აქვს 2. და ქართულ ენას და ლიტერატურას პრიორიტეტი მესამეა, მაგრამ ამასაც 2 აქვს კოეფიციენტი. მინდა გითხრათ, რომ თვითოულ სასწავლებლის თვითოულ პროგრამას სხვადასხვა კოეფიციენტები აქვს, მაგრამ მთლიანობაში ეს კოეფიციენტები ერთობლივად შეადგენს 12-ს, თუ დაითვლით. ჩამოვყვეთ, აი მაგალითად, აქ არის კიდევ მეცნიერების ბაკალავრი გეოგრაფიაში, ამათაც 8 აქვს და 2 ზემოთ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა იმისთვის, რომ თქვენ როგორ იმოქმედოთ შემდეგში და არაფერი გამოგრჩეთ. აი აქ რომ გადავხედოთ, ეს არის უკვე სოციოლოგიის ბაკალავრი და კოეფიციენტი არის 5 ქართულში, უცხო ენაში 5 და მათემატიკა, ისტორია 2. აქვაც პრიორიტეტული საგანი არის ქართული და მეორე უცხო ენა. ადგილების რაოდენობას დააკვირდით რამდენია, კოეფიციენტებს დააკვირდით კარგად, მინიმალურ ზღვარს. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ცხრილი და აქაც თქვენ ხედავთ კოეფიციენტებს. ადგილების რაოდენობა 80-ია სხვათა შორის, ეს საკმაოდ მაღალრეიტინგული გახლავთ და მაღალი ქულებით გრანტებით ხვდებიან აბიტურიენტები სულ თითქმის. განვიხილოთ, რას ნიშნავს პრიორიტეტი. პრიორიტეტული საგანი ამ შემთხვევაში არის პირველი ქართული ენა და ლიტერატურა, შემდეგ უცხო ენა, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ერთ-ერთი შემდეგი სავალდებულო საგნებიდან: მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია ან სამოქალაქო განათლება.
მიუხედავად იმისა, რომ კოეფიციენტები ორივეს ერთნაირი აქვს ქართულსაც და უცხო ენასაც, პრიორიტეტი მაინც ქართულს ენიჭება. მაგალითად, თუ რომელიმე აპლიკანტს ჩემზე მეტი რანჟირებული ქულა აქვს, მაგრამ პირველ პრიორიტეტულ საგანში ვერ მჯობნის და მე უფრო მეტი ქულა მაქვს აღებული, ამ შემთხვევაში მასზე წინ დავდგები რიგის ნომრით. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ის გახლავთ აბიტურიენტთა საკონკურსო ქულები და რანჟირებული სიის აკადემიური პროგრამები. აქაც იგივე თანმიმდევრობით არის დალაგებული უნივერსიტეტები როგორც ცნობარში და თითოეული პროგრამაა მოცემული. ეს არის 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. წავიკითხოთ ეს ცხრილი. საგამოცდოს ნომერი ყველა თქვენგანს გიწერიათ საგამოცდო ბარათში. აქ არის საგნების დასახელება. აბიტურიენტმა ქართული უცხოური ენა ისტორია ჩააბარა ქართულ ფილოლოგიაზე, საკონკურსო ქულა აიღო 2119.3 და გრანტიც მოიპოვა. სავარაუდოდ ეს სკალირებული ქულები აღებულია უმაღლესი ქულებით. ქართულში სავარაუდოდ აიღო 60 ქულა, უცხოურ ენაში 70 და ისტორიაში 60. ეს უკვე არის საბოლოო სკალირებული ქულები, რომელიც მოგანიჭა პროგრამამ. არსებობს სხვადასხვა სახის ქულები. მედინე ქულა, სკალირებული ქულა. შემდეგ მოდის აბსოლუტური ქულა. რომ გავხსნათ ჩვენ ჯგუფში მედია ფაილები, უამრავ ნედლ ქულას დავინახავთ. აი გავხსნა ერთ-ერთი სკრინი. ნედლი ქულა. აქ არის მოცემული ქართული 39, უცხოური ენა 67 და მათემატიკა 21. ნედლი ქულა, იმიტომ ხია, რომ ეს არ არის საბოლოო ქულა. ამას მოემატება აპელაციის შედეგები და ასევე გათანაბრების შედეგად მიღებული საბოლოო სკალირებული ქულაც. აპელაციის ქულები და სკალირებული ქულები აბსოლუტურად ემიჯნება ერთმანეთს, იქაც შეიძლება მოგემატოს და გათანაბრების დროსაც შეიძლება მოგემატოს და უფრო მეტად აიწიოს თქვენი საკონკურსო ქულა. რომ ჩამოყვეთ, იგივე ქართულ ფილოლოგიაზე ჩაბარებული აქვს ლიტერატურით აბიტურიენტებს. მე უკვე იწყება ისტორია. ისტორიაც შეიძლება ჩააბაროთ ლიტერატურით. ეს ცხრილები კარგად უნდა შეისწავლოთ და იპოვოთ თქვენთვის სასურველი ველი. წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარ აბიტურიენტი და ვაბარებ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიაზე. მოდით რანჟირებულში ქართული ფილოლოგია ვნახოთ. ვითომ მე ვარ მეათე აპლიკანტი. ქართულში მივიღე 176.7 ქულა. უცხოურ ენაში 161.6 და ისტორიაში 173.7. ჩემი საბოლოო რანჟირებული ქულა გამოდის 2051 და 50%-იანი გრანტიც მაქვს. მეათე ნომრის ქულები უკვე ამოვწერე და ახლა გადავდივარ ისევ ცნობარში. ამოვიწერეთ კოეფიციენტები ქართულში 5, უცხოური ენა 4 და ისტორია 3, ასევე ლიტერატურაც 3. ქართული სკალირებულ ქულას 176.7-ს ვამრავლებ მისსავე კოეფიციენტზე 5-ზე, ვუმატებ უცხოური ენის სკალირებულ ქულას 169.1-ს გამრავლებული 4-ზე და კიდევ ბოლოს ვუმატებ 171.9-ს გამრავლებული 3-ზე, რადგან ისტორიის კოეფიციენტი 3-ია. საბოლოოდ მიღებული ჯამი არის თქვენი რანჟირებული ქულა. ასე მარტივად გამოითვლება რანჟირებული ქულა, რომელიც არის საკონკურსო ქულა, რომელმაც უნდა გაგრძნობინოთ თქვენ სად გაქვთ მოხვედრის შანსი და სწორად დაალაგოთ უნივერსიტეტები. მე თუ მივიღე 1826 დაახლოებით და ამაზე მეტი, უკვე ვფიქრობ, რომ ქართულ ფილოლოგიაზე მოხვედრის შანსი ძალიან დიდი მაქვს. და კიდევ ერთი საკითხი განვიხილო. იმისათვის, რომ მიახლოებით მაინც განვსაზღვრო ჩემი რანჟირებული ქულა, ვიყენე პროგრამას გავიგრანტეს, რომელიც 2023 წლის მონაცემებზეა აგებული. ვთქვათ, ქართულში ავიღე 54 ქულა, ინგლისურში 67 და ისტორია. აქ არის ორი არჩევითი საგანი, სამწუხაროდ არ არის მეტი, მაგრამ შეგიძლიათ ისტორია 60 ქულიანია და 60 ქულიანების სკალირება გამოთვალოთ და ინგლისური 70 ქულიანის კიდევ სხვა საგნის 70 ქულიანები გამოთვალოთ. ისტორია ავიღე 54. დავაწყაპოთ გამოთვლას. მილოცავ 70%-იან გრანტს. ყველაზე მნიშვნელოვანია მომაწოდოთ ჩემი მიახლოებული სკალირებული ქულები, რითაც შემიძლია რანჟირებული ქულა გამოვთვალოთ და ეს თქვენ უკვე ისწავლეთ.
იმისათვის, რომ თქვენი დაბნეულება არ გამოვიწვიო, საგრანტო ქულა შემდეგ ვიდეოში ავხსნათ. წარმატებას გისურვებთ ყველასთან მაღალ შედეგებს!